მღვდელმოწამე კირიონ მეორე ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი დაიბადა 1885 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ წმინდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. სასულიერო განათლების გასაღრმავებლად დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. კირიონ მეორე აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს. ამავე დროს ქართულ და რუსულ გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს. 1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწეობასაც აგრძელებს. სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. 1898 წელს არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაგლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთების ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის. 1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისთვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ კირიონი აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს. შემდეგ მას ბრალი დაძლეს, რის გამოც 1908 წელს კირიონი მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებული იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ავტოკეფალიისათვის. მას მკვლელობაც კი დააბრალეს, მაგრამ წმინდა მღვდელმოწამეს უთქვამს, ვარდი უეკლოდ, ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია. 1915 წელს რუსეთის მთავრობამ შეწყვიტა წმინდა კირიონის დევნა, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დარჩეს. 1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წელს სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება თბილისში ჩატარდა. კათოლიკოს პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 სექტემბერს წმინდა კირიონს. არც მისი მშობელი ორი კუთხე არ დავიწყებია. 1912 წელს ქვემო ნიქოზში გახსნა ბიბლიოთეკა და საკუთარი სახსრებით შეუძინა 4700 ცალი წიგნი. ბიბლიოთეკა მოთავსებული იყო კაპანაძის სახლში. მარტყოფში საუბრისას კირიონ მეორე იმედიანად უყურებდა საქართველოს და ქართველების მომავალს. იმედოვნებდა, რომ ქართველი ხალხი მალე საკუთარი ბედის გამგებელი გახდებოდა. მას რჯეროდა საქართველოს დამოუკიდებელი მომავლის. მან ბევრი გააკეთა ქართველების არწმუნოების შესანარჩუნებლად, მისი მრევლისთვის იღვწოდა და იტანჯვოდა არსებული რეალობით და ღიად აფიქსირებდა მომავლის მიმართ იმედს. მას სწამდა ქართველების სიძლიერის. 1918 წელს კირიონ მეორე სიცოცხლეს გამოასალმეს. თვითბოძებულ სიცოცხლეს, ესეც არ ვიკმარეთ და მისი სახელი თითქმის დავივიწყეთ. ამაში დამნაშავე თითოეული ჩვენთაგანი ვართ. არც ვცდილობთ შემოვინახოთ წარსული, რომელზეც მყარად დავდივართ. თითოეული ასეთი ქართველის მიწათქცეულ საძირკვეზე მძიმედ დავაბიჯებთ. წინ მივიწევთ და მათ არსებობას გულებში თუ ვინახავთ, მხოლოდ წმინდანმა, რომელმაც მისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო ჩვენი ქვეყნის სარწმუნოების გადარჩენას. ჩვენ მისი სახლისთვის აბრაც კი გვენანება წარწერით, აქ დაიბადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე. ათას 1918 წლის 26 ივნისი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე მარტყოფის საზაფხულო რეზიდენციაში სამუშაოდ დილით ადრე გაემგზავრა. ეტლში პატრიარქთან ერთად უწმინდესის პირადი მდივანი არქიმანდრიტი ტარასიც იმყოფებოდა. დილის 11 საათზე კირიონ მეორე უკვე მარტყოფის წმინდა ანტონის მონასტერში იყო. ილოცა იტრაპეზა და მონასტრის საცხოვრებელ კომპლექსში მისთვის გამოყოფილ ოთახში სამუშაოდ შევიდა. ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. კათოლიკოს პატრიარქი 26 ივნისს ამ წიგნის ქართულ ვერსიაზე მუშაობდა.
საღამოს კირიონ მეორე მონასტრის ეზოში დასასვენებლად გავიდა. შემდეგ ისევ ილოცა, იტრაპეზა და კვლავ თავის ოთახში დაბრუნდა. კირიონ მეორეს ოთახში სანთელი დაახლოებით ღამის პირველ საათამდე ეთო. კათოლიკოს პატრიარქმა წიგნზე მუშაობის გაგრძელება დილით გადაწყვიტა. ჩვეულებრივ, კირიონ მეორე დილის 5 საათზე იღვიძებდა. თუმცა 27 ივნის კათოლიკოს პატრიარქი ოთახიდან არ გამოსულა. როდესაც გამთენიისას საძინებლის კარი შეაღეს, იქ სისხლის გუბე იდგა.